სახელითა მამისათა, დadzისათა, დაწმენისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. მეოთხე კვირა დაგვიდგა აღდგომიდან, რომელსაც ეწოდება კვირა განრღვეულისა, ანუ პარალიზებული ადამიანისა. იმიტომ რომ ყოველ წელიწადს ამ დროს იკითხება ივანეს სახარებიდან მეხუთე თავის მონაკვეთი, სადაც არის საუბარი სწორედ ასეთ ადამიანზე, რომელიც 38 წლის განმავლობაში იყო განრღვეულ მდგომარეობაში. იყო იერუსალიმში ცხოვართა საბანელი, ესე იგი აუზი, სადღაც ქვემოთ, ქალაქის ქვემოთ ნაწილში და ამ საბანელში იყო 5 შესასვლელი. ამ საბანელს ეწოდებოდა ებრაელებრ ბითესდა და იქ ყოველ წელიწადს ჩავდიოდა ანგელოზი, ურევდა წყალს და ვინც ჩადიოდა პირველი, ანუ დასწრებაზე იყო, ვინც ჩადიოდა პირველი, იკურნებოდა რომელი სცენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. და გამომდინარე ამ სასწაულიდან, აშკარა სასწაული აუხსნელი მოვლენაა, ზოგი პროტესტანტი ღვთისმეტყველი ბჭყალებში თვლის, რომ ეს არის მითოლოგიური რაღაცა თხრობა, მაგრამ ჩვენთვის ეს სასწაულია ნამდვილად, რომელიც აუხსნელია, როგორ ხდებოდა ეს ამბავი და უამრავი ხალხი იყო იქ, რათა განიკურნათ იმ სნეულებათაგან, რომელიც ჭირდათ. და აი ეს ადამიანი 38 წლის განმავლობაში იმყოფება ამ ბითესდაში და სწორედ მაცხოვარი, როდესაც ჩადის, მას განკურნავს. ეს ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრია, ბევრი მომენტი აქვს, რომელიც შეიძლება აქ გავმარტოთ, მაგრამ ერთ მომენტზე მინდა ჩვენი ყურადღება გავამახვილო დღეს. კერძოდ გულქვაობა ადამიანთა. აი ესეთი თემა, გულქვაობა. როგორ ვლინდება გულქვაობა? ცოტა მოგვიანებით შევეხებით ამას. მაგრამ აი ბიბლიაში რო ავიღოთ, ძველი აღთქმიდან მოყოლებული, ვიდრე განრღვეულის ამ მდგომარეობამდე, აი ამ ეპიზოდამდე, მაცხოვრის განკაცებისას, როგორი გულქვა მდგომარეობა შეიძლება ქონდეთ ადამიანებს. აი პირველი გულქვაობა გამოვლინდა ადამის შვილებში უკვე. კაინი კლავს თავის ძმას აბელს შურის გამო, თქვენ იცით. არაფრის გამო კლავს, გულქვა და მაგიტო. ეს ბოროტების გამოვლენა. მეორე, ბევრია რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ისე ზოგადად რო ამოკრიფოთ მომენტები. აი მეორე მომენტი. ძმები ყიდიან იოსებს ეგვიპტეში. არაფრის გამო. იაკობს 12 ძე ყავს და ბოლო ბენიამინი იყო, მაგრამ მაგის წინ რაქილმა მას გაუჩინა იოსები. იმ პერიოდში ყველაზე ბოლო უმრწმესი ძმა იყო. 4 ცოლისგან ყავდა შვილები იაკობს. 2 მხევალი და 2 ცოლი ოფიციალური. 12 შვილი ყავს, 12 ძე. და ეს ძეები ყიდიან ბოლო შვილს, უმრწმეს ძმას. რის გამო? შურის გამო ასევე. გულქვაობა, ყველაზე პატარა ბავშვი, ახალგაზრდა ბავშვია შეიძლება ითქვას. იოსები ჯერ მოკლა გადაწყვიტეს, მაგრამ მერე გაყიდეს, ფული ვიშოვოთო. და წაიყვანეს ეს კაცი, ეს პატარა ბავშვი ჯერ ეგვიპტეში და იქაც მიხიდეს ვინმე პოტიფარს. ესეთი დიდგვაროვანი კაცი იყო, რომელიც მსახურობდა ფარაონის კარზე. და რა ხდება? ვითომ ყველაფერი ნორმალურად არის, წესით უნდა ნორმალურად იყოს, იმიტომ რომ პატიოსნად ემსახურება, მონა მსახურია პოტიფარისა, მაგრამ დედაკაც შეუყვარდება, მის ცოლს შეუყვარდება იოსები. ლამაზი იყო ალბათ გარეგნულად. და თანაცხოვრებას მოსთხოვს იოსებს. იოსები, რა თქმა უნდა, ამას არ დათანხმდება და დასწამებს ცილს ეს დედაკაცი, რომ თითქოს მან შესთავაზა ასეთი ცხოვრების წესი. ამის გამო პოტიფარი განრისხდება და საპყრობილეში ჩააგდებს ამ კაცს, ამ ბავშვს, ახალგაზრდას ჭაბუკს. და მე თქვენ იცით, რომ ფარაონს რო დაესიზმრება სიზმრები და აუხსნის და მე ხდება მეორე ფარაონი იოსები კი? შემდგომში და მაგრამ ჯერ როგორი სიზნელეები გაიარა
და რის გამო? არაფრის გამო. ადამიანთა გულქვაობის გამო. ის კი ძლიერი გახდა ნამდვილად, მაგრამ როგორ ფასად? კიდევ შეიძლება გავიხსენოთ საულის მიერ დევნა დავითისა. საული არის პირველი მეფე ებრაელების, კიშის შვილი. აირჩიეს ებრაელებმა ეს კაცი, წილი ხარეს და აღმოაჩნდა საულს, ესეთი მეფე იყო. მაგრამ როდესაც გადაუხვია ღვთის გზებს, ღმერთმა უარყო საული და აკურთხა სამუელმა დავითი მეფეთ, მაგრამ საულმა ჯერ არ იცის ეს. და შურის გამო ასევე თავისი გულქვაობიდან გამომდინარე უმოწყალოდ დევნის დავითს. ისე უმოწყალოდ, რომ თავიდან შერთო ჯერ სანამ კეთილდღეობაში იყვნენ თავისი შვილი შერთო ცოლად და ამ დედაკაცს უყვარს თავისი ქმარი და მამამისი, ესე იგი საული, დაძდებს მოსაკლავად თავის სიძეს და დედაკაცს უყვარს თავისი ქმარი და მალავს ყველა მომენტს იყენებს, რომ დამალოს. ერთხელ მიადგებიან სახლში, იქ უნდა დაკლან საულის მსახურებმა, მაგრამ დედაკაცმა მისმა ცოლმა, დავითის ცოლმა გააპარა. იგი და ასე შემდეგ. ანუ მამის წინააღმდეგ წავიდა, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ არ იყო მართალი საული დავითის წინაშე და რამოდენიმე გზის შეეძლო დავითს მოეკლა საული. ჩაუვარდა რამოდენიმე ისეთი მომენტი, როდესაც შეეძლო თავისუფლად მოეკლა, მაგრამ რადგანაც ღვთისმხებული იყო, ვერ შეხვდა ეს. და ასე გაგიჟდა ბოლოს საული. ომში კვდება. და დავითი შემდგომ მეფდება და ასე შემდეგ. გულქვაობა აქაც. სიბრმავე სულიერი. შემდგომში, როცა დავითი ხდება მეფე, მას აუმხედრდება თავისი შვილი. მრავალი ცოლი ყავდა დავითსაც. ერთ-ერთი სოლომონი იყო, ვინც შემდგომში მეფე ხდება, მაგრამ დავით სხვა შვილებიც აკავს და მათაც უნდათ მეფობა. ერთ-ერთი აბესალომია ასეთი. და იქამდე მიიყვანა საქმე აბესალომმა, რომ მამას მოსაკლავად დაეძებს, მამამის მოსაკლავად დაეძებს. გადაიბირა ებრაელი ხალხი თავის ჭკუაზე, აუმხედრა თავის მამას, ანუ მეფეს და იძულებულია კაცი, მამა გაიქცეს სასახლიდან. ოღონდ თხოვნა აქვს თავის ჯარისკაცებს ეუბნება, არ მოკლათ ჩემი შვილი, ჩემი ნაშიერია ის და ეს შვილი იმეტებს სასიკვდილოდ. როგორი გადატრიალებული ჭკუისა უნდა იყოს. მერე გაიხლართება, როცა დევნიან მას და ომი მოხდება, გაიხლართება თავისი ამ კულულებით ტყეში და ისრები დახოცავენ მაინც დავითის ჯარისკაცები აბესალომს და მერე მთელი გლოვა აქვს დავითს ამის გამო. შვილია და მაგიტო. მაგრამ ის გულქვა არის. საული გულქვა არის და ასე შემდეგ. და ბევრია კიდე მსგავსი ისტორიები გულქვაობასთან დაკავშირებით. სიბრმავესთან დაკავშირებით, სულიერი გაგებით და აი დღევანდელ დღეს ჩვენ ვთქვით, რომ სახარება აღნიშნავს ადამიანთა გულქვაობაზე. მაცხოვარი კურნავს ამ კაცს 38 წლის განმავლობაში ერთი თაობაა და მეტიც წევს ადამიანი ბითესდაში და როგორი ადამიანია ეს ყველაზე გაჭირვებული იქ მყოფთაგან ჩამოთვლილია იქ მყოფი ადამიანების მდგომარეობა ყველა ავადმყოფია ბრმები ბრმა გასაგებია მკელობელი არის კოჭლიკაცი და განმხმელები ანუ გამხმრები შეიძლება სიცოცხლე რო არ ეთყობათ მაგრამ მაინც მოძრაობენ ეს ადამიანები და აღნიშნული და ხაზგასმული არის ერთი კაცის მდგომარეობა და რატოა ხაზგასმული ეს იმიტომ რომ მასზე უხუცესი ვინმე რო ყოფილიყო იქ უეჭველად ივანე ღვთისმეტყველი სახარების ავტორი ამას აღნიშნავდა მაგრამ 38 წლის კაცი 38 წლის განმავლობაში დაავადებული კაცი
უფროსია წლოვანებით 38 წლის არ არის თვითონ. იმიტომ რომ მისი დაავადება ეს განრღვეულობა სოდვის შედეგია. უბრალოდ კი არ არის, სოდვის შედეგია, იმიტომ რომ მაცხოვარი ეუბნება რომ ნუღა შესო და უარესი რო არ დაგემართოსო. ეს რაღაცა პერიოდი დაახლოებით 15 წლის უნდა ყოფილიყო ალბათ. დაახლოებით შეიძლება, როცა მოიკითხება ადამიანს თავისი უკვე სოდვები, რაღაცა ჩაიდინა ისეთი, რის გამოც დაემართა განრღვეულობა. ანუ უფროსია ასაკით. მაგრამ განრღვეულობითაც ყველაზე გაჭირვებული, ვერ მოძრაობს ეს კაცი. პატრონი არ აღავს, როცა მაცხოვარი მიდის მასთან. ეკითხება, გინდა განიკურნო? ანუ იმედი დაკარგე შენ თუ არა? თორე რა კითხვა არის ახლა, რომ განკურნება უნდა, ამას რა თქმა უნდა, მაგრამ შენ დაკარგე თუ არა იმედი განკურნებისა? აი ამას ეკითხება. და რა შეუბნება პასუხად? განრღვეული, კაცი არ ამყავს, რომ როდესაც ჩამოვა ანგელოზი, წყალში ჩამისვლას, ჩემამდე სხვა ჩადისო. როგორც მოგახსენეთ, პირველი ვინ ჩადიოდა, მხოლოდ ის იკურნებოდა. ეხლა შევეხოთ ადამიანთა გულქვაობა, სად ვლინდება. არც ერთმა მათგანმა, ვის გარშემო იმყოფება, გაჭირვებული, ავადმყოფი, ერთხელ არ უთხრა საკუთარ თავს, რომ მე პატრონი მაინც მყავს, მე მოძრაობ მაინც. კი ბრმა ვარ, ყოჭლი ვარ და განხმული, კი ბატონო, გამხმარი, მაგრამ ამ კაცს საერთოდ მოძრაობა რო არ შეუძლია. მოდი ერთხელ დაუთმოთ ამ კაცს და ჩავიდეს პირველი. არც ერთს არ მოუვიდა. და უეჭველად მასზე შემდგომ მოსულები არიან ესენი. ხო, ვამბობ, ესე ხაზგასმა გაკეთებული მის არა სახელზე, არა წარმომავლობაზე, არამედ მის მდგომარეობაზე, რომ კაცი არ აყავს, პატრონი არ აყავს, შეიძლება საჭმელიც არავის ემეტებოდა ამ კაცისათვის. რო ჩაეშვა ამ წყალში, პატრონი არ აყავდა. და ერთს არ მოუვიდა აი ამ საავადმყოფოში, რომ მოდი დაუთმოთ, 38 წელი აქ წევს ეს კაცი. მოდი ერთი რაღაცა განიკურნება, ხო, ყველა სნეულებას კურნავს ეს ანგელოზის ჩამოსვლა. მოდი დაუთმოთ, ჩვენ ხო ამის მერე მოვედით. ჩვენ მოვითმინოთ ერთი წელიწადი, ჩვენ მოვითმინოთ. ჩვენ ხო რაღაცა მაინც გვეშველება, დავდივართ ხელებით, მაინც მოძრაობთ რაღაცას. არც ერთს არ მოუვიდა. ეხლა დიდი საავადმყოფოა გასაგებია და შეიძლება კაცმა თქვას, რომ საავადმყოფოში როგორ შეიძლება ერთმა სნეულმა მეორე სნეული განკურნოს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ეს ასია, საავადმყოფოში ვერც ერთი პაციენტი მეორე პაციენტს ვერ კურნავს. რა განსხვავებული სიტუაციაა. აქ პაციენტებზია დამოკიდებული განკურნება კაცისა. იქ საავადმყოფოში თუ ექიმზია დამოკიდებული მხოლოდ და შენ კუჭიქ ტკივა, ვიღაცას თვალის ტკივა, ვიღაცას გულის ტკივა, ვიღაცას ფეხი. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის, ანუ განკურნება არის დამოკიდებული ექიმზე მხოლოდ, ღმერთზე და ექიმზე, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ როცა პაციენტი ხარ, შენ ვერ დაეხმარები სხვას. შეიძლება რაღაცა საჭმელი მიაწოდო, რაღაცა ელემენტარულად კი, მაგრამ განკურნება შენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ამ შემთხვევაში ის საავადმყოფო, ის ბითეს და სადაც იმყოფებიან ეს პაციენტები მართლა სულიერად ბრმები არიან. მართლა სულიერად მკელობლები და კოჭლები არიან. და გამხმელები არიან სულიერად. იმიტომ რომ მათზია და იციან რომ მათზია დამოკიდებული ამ კაცის კარგად ყოფნა და არავის არ აჭირდება ეს ადამიანი. აი მსგავსად ბიბლიაში მოყვანილი ძველი ათვისეული მომენტებისა. საული უმოწყალოდ დევნის, რატო? იმიტომ რომ გულქვა უმოწყალოა. აბესალომი მამამის დევნის, კაენი ძმას კლავს, იოსებს ყიდიან ძმები. და მე იქ კიდე მთელი ეს ამბები გადახდება.
ესეთი გულკვაობაა. დოსტოევსკი თავის დროზე იტყოდა ასეთ რამეს, რომ ადამიანი თავისი მოდგმით ყველაზე განსხვავებული არსებაა ცხოველისაგან. და რატოა განსხვავებული? ცხოველებისგან რო განსხვავება გასაგებია, მაგრამ რატოა განსხვავებული? იმიტომ რომ ცხოველს, როცა რომელიღაც ცხოველის შეჭმა ჭირდება, უცბად აკეთებს ამას. დაიჭირა და შეჭამა, მოკლა და შეჭამა. ადამიანს ხელოვნების დონეზე აყავს ადამიანის ტანჯვა. მარტო კი არ ტანჯავს. რაღაცის გამო, ფულის გამო, ქონები არა. ხელოვნების დონეზე უნდა იყვანოს ეს ტანჯულობა, ვიღაცას რო ტანჯავს. რატო? იმიტომ რომ გონება აქვს ადამიანს. და აი გონება ამ შემთხვევაში ცუდად გამოყენებული სხვადასხვა მეთოდს ეძებს, როგორ ტანჯოს ადამიანი. და ერთ დღესაც დოსტოევსკი აგრძელებს, თითოეულმა ჩვენგანმა რომ აღმოთქვას ის, რაც შიგნით აქვს, ერთმა კაცმა შეიძლება მთელი სამყარო მისი სიმყრალით დაიხრჩოს. როგორი სწორი მახასიათებელი ერთმა კაცმა, მილიარდობით კაცმა კი არა, ერთმა კაცმა ერთ დღეს ყველაფერი რო ამოიღოს, რაც შიგნით აქვს, მილიონობით კაცი შეწუხდება ამ სიმყრალის გამო. აი იმდენად დახელოვნებულია სხვისი ტანჯვისას ადამიანი. და ამაში გონება ეხმარება. გონება არ აქვს ცხოველს. იმას გათვლა აქვს ინსტინქტების დონეზე მხოლოდ. ადამიანს გონი აქვს. და ამიტომ დახელოვნებულია აი ამ საკითხებში. აი განღვეულის მდგომარეობა. ერთს არ მოუვიდა, რომ მოდი დაუთმოთ, ხო ჩვენზეა დამოკიდებული. არა, მე უნდა ვიყო პირველი. ეგოიზმს ვერ გადალახეს ეს თავიანთი ეგო ადამიანებმა. კი, გაჭირვებულები არიან ისინი. ბერს ვერ მოსთხოვ. მაგრამ არც ერთი მაინც სულიერად ჯანმრთელიც არ აღმოჩნდა. მიუხედავად თავიანთი ფიზიკური ავადმყოფობისა. იმიტომ რომ შინაგანად ყავს ადამიანს ის სიმყრალის უფსკრული, რომელიც არ აძლევს, რომ მასზე დიდი იყოს სხვა. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა შინაგანი ახილვა გონებისა და სულისა და თვალისა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.